ყოველთვის ხაზს უსვამთ ხოლმე იმას, რომ აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკება. დღეს როცა ჩვენ საუბრობთ აი ასეთ მნიშვნელოვან პრობლემებზე, გადმოწეულ საზღვრებზე, კიდევ გათხრილ-თხრილებზე, მუტაცებულ ჩვენს მოქალაქეებზე, რა აზრი აქვს რაიმე ტიპის ლაპარაკს მოსკოვთან? ისეთ რა არის, ხა სამწუხაროდ მოქმედებს ესეთი კანონი, რომელსაც მე არ ვეთანხმები, მართალია ის ვინც ძლიერია. და ნუ ხა ჩვენ რომ რეალურად ეს წესი არ მოქმედებდეს, ეს ნიკოვსიდან დარუბამდე გვექნებოდა საზღვრები, მაგრამ სამწუხაროდ ეს წესი მოქმედებს. ვინც ძლიერია, ის მართალია. იცით რა არის, მე მიკვრის კიდევაც სიმართლე რომ გითხრათ, რომ აი ესეთი საკითხი ისმევა, რომ დაველაპარაკოთ თუ არა რუსეთს. მაშინ გამოდის, რომ ჩვენი დიდი წინაპრები, დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, დემეტრე თავდადებული, ყველა ეს მეფეები პრომონღოლური პროთურქული ორიენტაციის ყოფილან, იმიტომ რომ ესე ერთნიშნულად რომ აი თქვათ რომ მოლაპარაკება არის რაღაცა პრორუსული, ეს ამას არ ნიშნავს, იმიტომ რომ გითხარით კიდევაც ის მეფეები, რომლებიც მაგალითად დავით აღმაშენებელი 10 წელი თურქ-სელჩუკებს ხარს უხდიდა. დემეტრე თავდადებული, რომელმაც იცოდა რომ სად მიდიოდა, რომ პირდაპირ სიკვდილზე მიდიოდა, იმიტომ წავიდა რომ ქვეყანა გადაერჩინა აოხრებისაგან. მე ხა ამ ხელისუფლებას უსვამ კითხვას. დღეს არც ყაენის ეპოქაა, არც თურქ-სელჩუკების. ეხლა მე რო ჩავიდნენ იქ რუსეთში რა, დემეტრე თავდადებულივი თავს წააცლიან თუ რამე სიკვდილი დაჟიან. ჩადით თქვენ დალოცვილებო და დაელაპარაკეთ. მე მესმის ეხლა რომ ეხლა ჩვენ რო იქ ჩავალთ და მზამზარეული აფხაზე და სამაჩაბლოს არავინ არ მოგვართმევს. ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ იცით რაშია საქმე, როდესაც არის დიალოგზე საუბარი, სტამბოლის ხელშეკრულება ავიღოთ. იგივე დასავლეთი საქართველოს მონაწილეობით მოხდა ის, რომ რუსეთმა გაიყვანა თავისი ბაზები საქართველოსთან. აღმოსავლეთ ევროპიდან რუსეთი საბჭოთა კავშირმა გაიყვანა თავისი ჯარები. არა აქვს ალტერნატივა მოლაპარაკებას. არავით არის ალტერნატივა, ამას არ აქვს და მე მიკვირს. აი ხა ჩვენ ხალხზე ვლაპარაკობთ, აი კონსტიტუციის საჯარო განხილვა როდესაც იყო. საერთოდ არ იყო იქ სამსჯელო თემა, რომ დაელაპარაკეთ თუ არა რუსეთს, მაგრამ იქ იყო მოთხოვნა, რომ აი ეს კონსტიტუციაში დეფინიცია შესულიყო ქალ და მამაკაცის ერთობასთან დაკავშირებით და კიდევ ის სადაო საკითხები რო იყო, იმაზე იყო და ერთ-ერთი ეს იყო, რომ ყველა იქ ითხოვდა, რომ დაელაპარაკეთ რუსეთს. მე მიკვირს კიდევაც ხელისუფლების აი ესეთი სირაქლემის პოზიცია, რომ აი ჩვენ არ წავალთ, ეხლა ჩართვაც იყო, არ წავალთ, არ დაველაპარაკებთ. კი, მაგრამ რო არ წახვალ და რო არ დაელაპარაკებთ და ის ბანერი, როცა კანცელარიასთან რომ მოვა, მე რას იზამთ, მაინტერესებს. დღეს არის ქვეყანა ძალიან ძიმედ გო. რაზე უნდა დაელაპარაკო? არა, რაზე უნდა დაელაპარაკო? აი რომ ჩავიდა, პატრიოტთა ალიანსი დაუშვა. იგა, თქვენ როგორ გონიათ, ეხლა მე ჩვენ იცით რა ყველა ესე გამოდის, რომ ეს წინაპრები, ვინც აყავდა დიდი მეფები, ეგრევე იმაზე ლაპარაკობდნენ, რომ საქართველოს თავისუფლება მომხდარიყო. გიორგი ბრწყინვალემ ჯერ მოახდინა ის, რომ თავად მონღოლები გამოიყენა საქართველოს გასაერთიანებლად, ჯერ თავადაზნაურად დასაჯა, ხარკისგან გაანთავისუფლა, ჯერ ნელ-ნელა უნდა მიყვეთ ამას და არ არსებობს კიდე ის, რომ ქვეყანებს არა, ყველა მეფე, ისა გიორგი მომისმენი, არ არის საქართველოს ისტორია, ჯეშიგნით დაალაგა იმას. ერთი წამი საათნახევარი გისმედით რა, ყველა მეფე ლაპარაკობდა მტერთან, მე მარტო გიორგი ბრწყინვალეზე არა მაქვს. დავით აღმაშენებელი იყრიდა მეთქი 10 წელი ხარს. აქ არ არის ეს ეხლა ეს დაამთავრა მე საბოლოო დაამთავრა იმით რომ განთავისუფლდა, მაგრამ მე ერთად მოლაპარაკების საფუძველზე ერთი წამი თუ ბევრი ხალხი მისცა და მაგითი არა მოლაპარაკებაც და ერთი წამი ხო გისმენდით არა მოდი რა კულტურა შევინარჩუნოთ გისმენდით ხო არა გასაგებია ხო საათნახევარი გისმენდით არ არსებობს მოლაპარაკება ის რომ ერთი რაუნდით მომხდარიყოს ყველაფრის გადაწყვეტა ყველაფერს აქვს თავისი დრო აი იგივე მაგალითად ჩვენ როდესაც ვჯელობთ იმის შესახებ რომ აი რა სიტუაციაში რა გარემოში ვცხოვრობ მაგალითად გვაქვს ისეთი რეალობა რომ აზერბაიჯანს რამე რომ დაჭირდეს საომარი მოქმედებები თურქეთი მზადყოფნას გამოთქვას რომ მის გვერდში დადგება აგერ ჩილო-კავკასიაში რა სიტუაცია სომხეთის მოკავშირე არის რუსეთი ჩვენ ახლა რუსეთზე რომ ვლაპარაკობთ ჩვენ არ დაგვაუწყდეს ყარცისა და მოსკოვის ხელშეკრულებაც რუსეთთან ჩვენ სხვა კუთხითაც ავართ დაკავშირებული გასაგებია ეს ოკუპანტია ეს ქვეყანა მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ სხვა გზა ჩვენ არ აგვაქვს დალაპარაკეთ და შედეგი ამბობთ რომ ეს სწრაფად არ მოდისო ამბობთ შედეგი და ასე ნელ-ნელა ჩავიდეთ აი ხა მაგალითად არ მინდა რა ჩუგოშვილზე დავუყვავოთ და დავუყვავოს და მე ეგებოდესმე გონება არა ოდესმე და ეს ახლა აგერ 2008 წლიდან 9 წელი არა გაბრაზებული არა ვარ
ბოლოს მივეცი 9 წელია ჟენევის ფორმატით ვის მოლაპარაკება. ეხლა თქვენ რო ლაპარაკობთ, აი ეხლა წავიდა პატრიოტთა ალიანსი, ან ჩავიდა ვიღაცა და რატო არ არის შედეგი? 9 წელი ვლაპარაკობთ ჟენევის ფორმატით და არავითარი შედეგი არ არის. და ყარასინი აბაშიძის შეხვედრას ჰქონდა ერთი დანიშნულება, თვითმფრინავები წასულიყო, იქ მწვანილი შესულიყო თუ კიტრი და პამიდორი. პრინციპში ამ ფორმატმა თავისი ფუნქცია შეასრულა. მაგრამ ეს ერთი რაღაცა, ერთი ხელის მოსმით, არც ერთი საკითხი არ წდება. მე მიკვირს აი დიპლომატების, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, როდესაც სვამენ კითხვას, თუ აღიარებენ სამაჩაბლოს და აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში, მე დავიწყებთ მოლაპარაკებას. მე რაღაცზე უნდა დაიწყო მოლაპარაკება. თუ აღიარეს და თუ ზაობა გამოთქვეს, მე რაღაცზე უნდა მადლობა. არა, მე ეს არის ერთ რამეზე აი ხა მაგალითად კარგად მოგეხსენებათ რომ როდესაც უკრაინა გამოიყო საბჭოთა კავშირს იქ მოაწერეს ხელშეკრულება ატომური ეს იარაღი გადაეცა რუსეთს და იქ გამოთქვეს მზადყოფნა გარანტიები მისცეს ამერიკის შეერთებული შტატებმა რუსეთმაც რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იქნებოდა დაცული. ვინმე შეასრულა, ვინმე იხსენებს ამას? მე იმიტომ ვთქვი რომ მოქმედებს ესეთი ურმობელი კანონი რომ მართალია ის ვინ ძლიერია. ამიტომ იცით რა არის? მე ეხლა მაშინ მედია რო ყოფილიყო ალბათ დავით აღმაშენებელსაც, გიორგი ბრწყინვალესაც გამოაცხადებდნენ პრომოღოლ და პროთულსუჩუკულ აზონების მატარებლად. დღეს ჩვენ ჭირდება გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკა. აი ეხლა რო ვლაპარაკობთ, რა შედეგი მოიტო? პუტინმა თქვა და მივდივარ ამ თქვით და მე ვიზების გაუქმების საკითხი ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ და გამოდის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და აცხადებს ჩვენ არ დაუშვებთ ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯს. აი მითხარით ეს სახელმწიფოებრივი პოზიცია არის. ადამიანი გამოდის, ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, იქ მილიონზე მეტი ქართველია, ხო? რამხელა შვება იქნებოდა იმ ადამიანებისთვის თუ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა, ხო? რაღაცით უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება. და ესეთი სირაქლემას პოზიციით ჩვენ ვერაფერს ვერ დავიწყებთ. მოდით ესე